რეჟისორი, რომელიც კინოხელოვნებაში 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელია, რომლის შესახებაც მსახიობები ყოველთვის სიამოვნებით საუბრობენ და რომელიც ამავე მსახიობებს გადასაღებ მოედანზე პრობლემებს ყველაზე ნაკლებად უქმნის. შესაძლოა ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის, რომ კინემატოგრაფიულ წრეში მას კეთილ ბაბუსაც კი უწოდებენ. მერაბ კოკოჩაშვილის ანგარიშზე საბჭოთა პერიოდში გადაღებული არაერთი გახმაურებული ფილმია, რომლებსაც იდეოლოგიური პრესი ყველაზე მეტად შეეხო. დღეს სხვა რეჟისორების მსგავსად ამის პრობლემა უკვე ნაკლებად აქვს, თუმცა ზუსტად ახსოვს მის ნამუშევრებთან დაკავშირებული იდეოლოგიური შეგონებები საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში. დედა მაკა ჯორჯაძე პროფესიით პიანისტი იყო. ბებია ნინო ჭავჭავაძე ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ოჯახში მე-11 შვილი იყო. მოგვიანებით კი საქართველოში რუსეთის მეფის ნაცვლის კარზე ფრეილინა. ბაბუა დავით ჯორჯაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი ინჟინერი. მერაბ კოკოჩაშვილმა გადმოცემით ისიც იცის, რომ ბებიამ და ბაბუამ ქორწილში ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიიღეს, მათ შორის აი ეს ნივთი. ეს არის თეფში, რომელიც ბებიაჩემს აჩუქა კავკასიის მთავარმართებლის ქალიშვილი. მისი ოჯახი ერთ-ერთი იყო იმ ოჯახებს შორის, რომლებსაც რეპრესიები ყველაზე მეტად შეეხოთ. დედის ძმა მერაბ ჯორჯაძე გაგუცა ჩოლოყაშვილის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და დახვრეტაც მიუსაჯეს. თუმცა დახვრეტას გადაურჩა და მოგვიანებით ესპანეთში ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგაც კი იბრძოდა. მამა არჩილ კოკოჩაშვილი პროფესიით მევიოლინი, ასევე რეპრესიების მსხვერპლი გახდა და დახვრეტას ვერ გადაურჩა. ეს ყველაფერი მერაბ კოკოჩაშვილმა მოგვიანებით შეიტყო, თუმცა ვიდრე გაიგებდა სკოლაში სწავლისას, ბერიაზე ლექსიც კი დაწერა. მამის გადასახლებისა და დახვრეტის შესახებ დედამ მხოლოდ 13 წლის ასაკში უამბო. 2 წლის ვიყავი და როდესაც ეს ყველაფერი მოხდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ეს უფრო წარმოდგენილი იყოს, წარმოსახვა იყოს, რომ თქვათ ასეთი იყო და რაღაც მახსოვს, რომ ჩვენი სახლის წინ ვითომ კარში ვიდექი და ბურთს მირტყავდა. ბურთის ფერიც კი მახსოვს, ისიც კი მახსოვს, როგორი იყო ეს ბურთი. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი არის უბრალოდ წარმოსახვა და არა სინამდვილე. საქართველოში მე არასდროს არ მიგზნია, იცით, პირიქით დამოკიდებულა იყო ძალიან ადამიანური და არავინ არ მეუბნეოდა, არავინ არ მაგზნობინებდა. რა არის, იცით, აი ლანა ღოღობერიძე, ჩემი კოლეგა და მეგობარი, ჩემზე უფროსი არის და იმას კარგად ახსოვს რა დამოკიდებულება იყო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ლანას დედაც, მამაც იყვნენ რეპრესირებულები და ლანა ბავშვთა სახლშიც იყო. მას ხშირად გაუგონია მტრის შვილის რაღაც ასეთი დამოკიდებულება, შვილისადმი დამოკიდებულება. მაგრამ მე ეს არ მახსოვს, იცით, მე ცოტა უფრო უმცროსი ლანაზე და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჩავლიყო, როცა მე კარგად მახსოვს ყველაფერი, უკვე ომის წინა პერიოდი იყო და პირიქით იყო, ჩემდამი იყო ყოველთვის ძალიან ისეთი ფაქიზი და იცით, მოფრთხილების დამოკიდებულება იყო. სკოლაშიც და სახლში თავისთავად.
ხვდებოდი რომ რაღაცაში არის საქმე და აი როცა ინსტიტუტში ვაბარებდი უკვე მოსკოვში მაშინ უბრალოდ კარგი ქულები დავაგროვე ძალიან და ყველა ჩემზე უფრო ნაკლებ ქულიანი მოხვდა ინსტიტუტში და ჩემი გვარი არ იყო იქ და როცა მივედი და შევეცადე გამერკვი არაშია საქმე მითხრეს რომ შენ კიდე ერთი ის უნდა გაიარო ერთი სხდომო რაღაც სამანდატო კომისიაო ასე მითხრეს და იმ სამანდატო კომისიაზე ყველაფერი გაირკვა პირდაპირ მითხრეს რომ აი ვინ იყო მამა შენი რას აკეთებდა ის და ასე შემდეგ და მე უპასუხე რომ ის უბრალოდ ვიოლინოზე უკრავდა მე ასე უთხარი და უცებ გაჩუმდნენ აღარ გაუგზელებიათ ლაპარაკი და ეს ის პერიოდი იყო როცა უკვე სწორედ იმ წელს გარდაიცვალა გაზაფხულზე სტალინი და რო ჩავედი მოსკოვში გამოსწრების ჩასაფრებლად, მაშინ დაიჭირეს ბერია. და შეიძლება ამან მიშველა რა აქცია. არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო მე შემეშვენ და დამტოვეს. თუმცა მერაბ კოკოჩაშვილი ფიქრობს, რომ მას კიდევ ერთი რამის გამო გაუმართლა. მიხეილ ჭიაურელი მაშინ ძალიან როგორ გითხრათ, მიღებული რეჟისორი იყო იმ პერიოდში, მოგეხსენებათ 40-იან წლებში მისი ფილმები ძალიან მიებული იყო საბჭოთა კავშირში უყვარდათ და ნუ პირდაპირ სტალინის დაკვეთებით შეიძლება იყო ეს ფილმები. და მიხეილ ჭიაურელი მე მგონი მაინც რამდენიმე კარგი სიტყვა თქვა ჩემ შესახებ და შეიძლება ამაც იმოქმედა. მშობლები აბაკელიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ამავე სახლში ცხოვრობდა უშანგი ჩხეიძეც. მერაბ კოკოჩაშვილი იმასაც იხსენებს, რომ უფროსები სახლის კარებს არასოდეს კეტავდნენ, რის გამოც ხშირად ხუმრობდნენ, ჩვენი ბინები ზაფხულში კოჯრის ნიავით გრილდებაო. როცა დაიბადა უშანგი ჩხეიძე უკვე ავად იყო და სწორედ მაშინ დაანება თავი თეატრში სიარულს. მერაბ კოკოჩაშვილი იმასაც ამბობს, რომ ფეხი სწორედ ჩხეიძემ აადგმევინა. ერთხელ თურმე მსახიობი თავის ოთახში დივანზე ყოფილა წამოწოლილი და ბალს შეექცეოდა. მერე ბალს ძაფი გამოაბა და მომავალ რეჟისორს გადაუგდო. მერაბ კოკოჩაშვილიც ამ ბალს გაყვა და ბოლოს ფეხზეც გაიარა. მოგვიანებით მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გამგზავრებაც სწორედ უშანგი ჩხეიძის კურთხევით მოხდა. მოსკოვში რომ მივდიოდი სასწავლებლად, სხვაჩვენს დეჩემს ეშინოდა ძალიან, პატარა 18 წლის ვიყავი და სულ ფიქრობდა ესე იგი ამ უზარმაზარ ქალაქში მოხვდები უპატრონოდ, მშობელი არ გეყოლება, ახლობელი არავინ და მარტო ვიყავი თან მე ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში. მამა ხო ადრე წაიყვანეს ძალიან და ამიტომ არ უნდოდა ჩემი გაშვება. მე ძალიან მინდოდა და ფაქტიურად უშანგიმ გადაწყვიტა, იცი, დაარწმუნა ისე თუ უნდა გაუშვითო რა, გაანებეთ თავი უკას. აი მე კარგ გარემოში მოვხვდი მშვენიერ მეგობრებში და ნორმალურად წავიდა საქმე. ინსტიტუტში რო ჩავედი, იმ პერიოდში იყო ძალიან დიდი ჯგუფი ქართველების. როგორ დიდი ჯგუფი? ნუ დაახლოებით 15 კაცი იყო, ვინც სწავლობდით ინსტიტუტში. და ის რო დიდი კი არ იყო. ინსტიტუტში სულ ალბათ ერთი როგორ გითხრათ, ერთი 250-300 კაცი იყო, მეტი არა, ხო. ძალიან დიდი კონკურსი იყო, მე მახსოვს, რომ ვაბარებდი ადგილზე თუ არ ვწდები 80 თუ 100 კაცი იყო, იცით? ძალიან რთული იყო მოხვედრა ინსტიტუტში მაშინ. და აი ეს ყველა ჯგუფელები, ყველა კურსის სტუდენტები ფაქტიურად ერთად ცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში. ჩვენ გქონდა ორი ოთახი, ესე ერთმანეთის საპირისპირო მხარეზე. და ამიტომ ერთად ვიკრიბებოდით მთელი დღის განმავლობაში, რასაც ვსწავლობდი, დღე და ღამე სწავლა მიდიოდა, იცით 9-ზე რომ მივდიოდი ინსტიტუტში, ღამის 9-ზე ვბრუნდებოდი თუკან, იმიტომ რომ საღამოს კი რეპეტიციები ქონდა, ჩვენ ვდგავდით რაღაცეებს. და აი თავშეყრილი ერთად ვჭამდით საღამოს, ერთად ვსვამდით, ვლაპარაკობდით რაღაც და აი განუწყვეტელ კონტაქტში ვიყავით, ისე რომ საქართველოს შეიძლება ითქვას მე არ მოცილები ვარ ინსტიტუტში. კოკოჩაშვილების ოჯახში ბევრი ცნობილი ადამიანი იკრიბებოდა. უშანგი ჩხეიძის სტუმრები მათი სტუმრებიც იყვნენ. მათ შორის მერი დავითაშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე. სწორედ მათი რეკომენდაციით მერაბ კოკოჩაშვილი 6 წლის ასაკში კინემატოგრაფში მოხვდა და გიორგი სააკაძეში პატარა პაატას როლით შეასრულა. ჩემი მშობლები მაინც თეატრალურ საზოგადოებასთან ძალიან ახლო იყვნენ. ნუ მუსიკოსები იყვნენ და გარდა ამისა რამოდენიმე ადგილზე მუშაობდნენ და მამაც, დედაც. მამა ორკესტრში მუშაობდა, ოპერის ორკესტრში და რუსთაველის თეატრის და მარჯანიშვილის თეატრის ორკესტრებში.
და აქედან გამომდინარე ძალიან ახლო იყო ბევრ ცნობილ მსახიობთან. ვთქვათ, უშანგი ჩხეიძე ჩვენი კარის მეზობელი იყო, ჩემი მეუღლე არის უშანგი ჩხეიძის დისშვილი. ხო. რაც შეეხება ვერიკო ანჯაფარიძე, მერი დავითაშვილი, ძალიან ბევრია ეს მთელი თაობა სესილია თაყაშვილის შესანიშნავი მსახიობების, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ ჩვენების და ამიტომ როგორც ჩანს იქიდან გაიგო რაღაც მიშა ჭიაურელმა და აი წამიყვანეს და გადამიღეს რა. ფილმის გადაღებებისას 6 წლის მერაბ კოკოჩაშვილს გულწრფელად სჯეროდა, რომ მისივე გმირის მსგავსად თავს მასაც მოაჭრიდნენ. ეს ცოტა ისეთი პირველი დრამატული ისტორია ჩემს სიცოცხლეში, ცხოვრებაში, როდესაც მე მართლა მეშინობდა იმისა, რომ როდესაც გავიგე რომ უნდა მომჭრან თავი, დავფიქრდი ცოტა და აი ყოველი წუთი როცა ხო გინახია თქვენ გადაღებები, ძველი გადაღებები, ეს იყო დეკორაცია უზარმაზარი აშენებული. იმ დეკორაციაში ხან მეფე ლუარსაბის სასახლე იყო, ხან შახაბაზის სასახლე იყო და დიღმელოვი იყო ოპერატორი, ძალიან შესანიშნავი ქართველი ოპერატორი, კლასიკოსი ისიც ამ დარგის და დიღმელოვს ძალიან უყვარდა იცით აი ეს რო ანათებდა თან მცირე იმას უშვებდა, კვანს უშვებდა იმისთვის რომ პერსპექტივა გაჩენილიყო და აი ეს პერსპექტივა ნელ-ნელა სულ სიბნელეში იკარგებოდა და მე ვიცოდი რომ უნდა მომჭრან თავი და სულ ველოდი როდის მოხდება ეს ამბავი და აი რამდენი სიბნელეში გამიყვანდა არადა აი განათებაში ხო ხარ ეხლა საერთოდ თქვენ მე მანათებთ ხო განათებული ვარ და მე დამთავრდებოდა გადაღება ამიყვანდნენ ხელში მეფერებოდნენ მეთამაშებოდნენ სადღაც მივყავდი და ფიქრობდი რომ აი ეს თან სულ წერულვაშიანი ესეთი ესეთი ხალხი იყო იქ მთელი ეს ნაზირ ვეზირები და რა ვიცი იმისი შახის ვიღაც ასევე ვეზირები ვიღაცები ნაირ თავადიშვილები ასეთი დაგრეხილი ულვაშები და რომ დაწებდნენ ხელს და რომ წამიყვანდნენ ესე ნელ-ნელა სიმდელეში ფიქრობდი აი იქ ალბათ შემიყვნენ და იქ მომჭრიან თავს. ახლა სამსადო ფილმი. ვერ შეძლო. შვილო ბარსა. შედგენაცვალ მამაში. მოდი აქ ჩემთან. აბა ეხლა შენ სადეშვილი შენ გენაცვალოთ მამა შენი შენ აქ შენ გენაცვალოთ შენ აქ კეთილბაბუდ მონათლული რეჟისორის საქმიანი დღე სწორედ ბაბუის რეალური როლის შესრულებით იწყება. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ისე კი კინორეჟისორობისა და პედაგოგობის გარდა, როგორც ირკვევა მერაბ კოკოჩაშვილი, სახლის საქმეებსაც შეძლების დაგვარად კარგად ართმევს თავს. იწყება იმით, რომ შვილი მიმყავს სკოლაში. მე პირდაპირ უნივერსიტეტში გამოვდივარ და აქ ამაქვს ლექციები. ეს 2 დღე კვირაში. კიდე ერთი დღე არის აქვე უნივერსიტეტში, აი ჩვენ რო ვიყავით, აქ პირველივე კარი მარჯვნივ იქ არის კინოსცენისა და სტრუქტურის ლაბორატორია. აი იმისი ხელმძღვანელი ვარ და იქაც იქ საინტერესო ამბები კეთდება ძალიან. მე ვაგეთებ ყველაფერს, ისე რომ ხშირად ვარ ჩაკუჭით და გაზით და მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა როგორც ჩემი შვილები ყვებიან, ესე იგი დიდი კივილი ამიტეხია, იმიტომ რომ გავაკეთე ის რაღაც ონკანია რა. ისე გავაკეთე, რომ მე ვეღარ დავკეთე და ასხავდა ეს ხალი და იყო ერთი ამბავი. ხშირად ჩამოდის ჩვენთანაც არაფერი, სხვების ვერ არიან ტექნიკასთან კარგად აი სამზარეულოში მაგალითად. ნატურის გამოცვლა შემიძლია.
ნახდათ, ესე იგი, ერთს ამოვიღებ დამწვარს და მთელს ჩავდგამეს, ვაგეთებ კარგად ამას. ამ ყველაფრის მიუხედავად ცოტა უცნაურია, რომ რეჟისორს სახლში საკუთარი სამუშაო კუთხე დღემდე არ აქვს. თუმცა ამას არც კი აპროტესტებს, რადგან ამ ფაქტს დიდი ხანია შეეგუა. სამაგიეროდ აი ეს როიალი თავისი ტრადიციული ფუნქციის გარდა ბატონი მერაბისთვის საწერი მაგიდის როლს თურმე შესანიშნავად ასრულებს. მე მაგიდა საწერი არ მაქვს. ჩემ შვილიშვილს აქვს, მე არა. მოსახერხებელია, იცით, აი ხედავთ რა კარგი არის. ესეთი თან შეჭრილი არის, კარგად ახარ, ოთხკუთხა არ არის ესე. არა, კარგია, ძალიან კარგია. უცნაურია ისიც, რომ მუსიკოსების ოჯახში დაბადებულ მერაბ კოკოჩაშვილს ყველაზე ნაკლები შეხება მუსიკასთან აქვს. გამონაკლისი მხოლოდ კინოა, სადაც რეჟისორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ მუსიკას აკისრია. მე ვსწავლობდი მუსიკას მეოთხე კლასამდე. მაგრამ ეს იყო ომის პერიოდი იყო, გერმანიასთან ომი იყო მაშინ. და სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა ჭირივი, თუმცა სმენა და ყველაფერი ეს მონაცემები მქონდა კარგი. ვიოლინოზე უკრავდი მე. რამდენიმეჯერ დავრჩი. მაგრამ ეთყობა მინახავდნენ, იმიტომ რომ დედას მუშაობდა კონსერვატორიაში და ბევრი საინტერესო ის არის, ერთი იყო ძალიან სასაცილო ისტორია. მაშინ 7 ნოემბერი და 1 მაისი მოგეხსენებათ ძალიან ესეთი დღეები იყო. სადღესასწაულო საბჭოთა კავშირის დროს. და აი ამ სადღესასწაულო დღეებში იმ მუსიკალური აცლედიდან კრებდნენ ანსამბლს, თქვათ, ვიოლინისტების და ოპერაში ვასრულებდით ყველანი ერთნაც ვივალდის ნაწარმოები იყო, კონცერტი იყო ერთი. მე უკვე ჩარჩენილი ვიყავი 1-2 კლასში და ყველას, წაგვიყვანეს რეპეტიციებზე ოპერაში. და დამაყენეს სიმაღლის მიხედვით, მაშინ შედარებით უფრო მაღალი ვიყავი სხვა ბავშვებთან იმ მომენტში. და სადღაც შუაში აღმოჩნდი, ესე მე პატარავდებოდნენ აქეთი. რო დავიწყეთ დაკვრა, ჩემმა მასწავლებელმა შიუკაშვილი იყო ასეთი შესანიშნავი ლეო შიუკაშვილი, რომლის მოწაფე იყო ლიანა ისაკაძე მაგალითად. და კიდე სხვა ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი. ლეო შიუკაშვილმა დავიწყეთ დაკვრა და მოისმინა, მე მოვიდა ჩემთან და მე აქეთ გადმოდი ცოტა და გადამაყინა ცოტა გვერდზე. მოკლედ ეს რამდენიმეჯერ გადამაყენა, ჩაიარა რეპეტიცია ყველაფერი, სახლში ერთი ამბავია, რომ ბებია ჩემი და ისინი რუსულად ხშირად ლაპარაკობდნენ ხოლმე. იქ ჰქონდათ რუსეთში დამთავრებული პეტერბურგში რაღაც ისინი სპეციალური ინსტიტუტები და მერაბჭიკი კრაით ვოპერე ამბობდნენ და მოკლედ სიჩქარის მოსაწვევი და მოვიდნენ ამ 7 ნოემბერს ოპერაში და ფარდა რო გაიხსნა მარტო აი როცა ბოლომდე იმას ხემს ვშლიდი აი მაშინ ჩემი ხელი ჩანდა თორე დანარჩენი ფარდის მქარიყავ ისე რომ ეს იყო ჩემი და მუსიკის დამოკიდებულება. დღესაც ბევრს საუბრობს თავისი წინაპრების, ჭავჭავაძეების შესახებ. ამბობს იმასაც, რომ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებული დავა საბოლოოდ კარგად დასრულდა, რის გამოც მერაბ კოკოჩაშვილი აშკარად კმაყოფილია. მისავე სახლში ინახება აი ეს გენეალოგია, რომელიც ჭავჭავაძეების გვარის ყველა წარმომადგენლის შესახებ ინფორმაციას იტევს. ეს ჭავჭავაძეების გენეალოგია, აი გარსევან ჭავჭავაძე და აქედან იწყება ალექსანდრე, დავითი, აი ბებია ჩემია, ეს არის ნინო. აი ნახეთ რამდენი შვილი ყავდა. 1 2 2 გარდა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13. აქედან 3 გარდაიცვალა. ეს მე გავაკეთე ოღონდ ეს არის ასე ვთქვათ იმის საფუძველი, ამის საფუძველი არის წინანდლის გენეალოგია. აი ვთქვათ ნინოს შვილები არ დარჩენია, გრიბოედოვის სოლი რომ იყო და აი ეკატერინეს
ეკატერინეს ეს არის. ეკატერინეს ხო ძალიან ისეთ ნათესაობა ქონდა მიურატების, ესე იგი მიურატის იმის რა ქვია იოახიმ მიურატის ცოლი იყო ნაპოლეონ პირველის და ჩემთვის საკოლოზე მთავარი ერთი რამ არის. შეხედეთ რა მრავალი იყო ყველაფერი. როგორი უზარმაზარი ოჯახი იყო. მთელ მსოფლიოში გაფანტული. აქ რო წაიკითხოთ, ესე იგი ეს ოსტენ ზაკენ სალომე გვაღაცოლა. შემდეგ ეს თარხან მოურავი იყო, ამისოლი ვარანცოვა, ალექსანდრე სოლი ვარანცოვა იყო. ეს ჭავჭავაძეები, ეს ირაკლი ბატონიშვილი, ესე იგი ბაგრატიონები, ლვოვები, ასტაფიევები, ჩოლოყაშვილი, ვაჩნაძე, ჯორჯაძე, ეს ჩემი ის არის უკვე და ასე შემდეგ. აქეთკენ ზუსტად ასე არის, იცი, ვარანცოვ დაშკოვები და როძიანკო და ყველანი აქ არიან. აი ეს უზარმაზარი ამ ქარტეხილებში და განუწყვეტელ ბრძოლებში, აი ვინ დავრჩით, ესე იგი, ამერიკაში არის მარუსია ჭავჭავაძე. რუსეთში არის აი ეკა ლვოვა როინიშვილის ცოლი, გახსოვთ ძალიან ცნობილი ფიზიკოსია როინიშვილი, ლენინური პრემიის ლაურეატი და მე ისეთ აი გამოდიარი, ეს ხო ძალიან ძველია, ნუ კაკლის არის და ჭრიალებს და განსაკუთრებით მაშინ როცა აი დილაობით როცა ვიღვიძებ არა, როცა სიცივიდან სიტყვან რაღაცა ესეთი ცვლის პერიოდია, მაშინ ამასთან სულ მთელი არქივები ყველაფერი აქ მიდევს. აი ისეთ ხმაურს იწყებს და ისეთ მე მგონი ეს ცოცხალი არის. მე მართლა გეუბნებით. ისეთი ის არის. ეს ძალიან ეხლა ამ კარს ვერ გამოვაღებ, გადმოვარდება. იმიტომ რომ ვერ არის, მაგრამ აი ეს მაგალითად არის კოკოჩაშვილების აი ამ რბეულებში, სულ კოკოჩაშვილების ისტორიები აქ, აი აქ, ხო. აი აქ ამ ალბომებში ფოტოები იყო სულ, მაგრამ ამოვიღეთ და ეხლა იქ მე მგონი ფოტოები აღარ არის, მაგრამ ფოტოები ცალკე მიწყვია მე ყველაფერი. ეს ჩემი შვილიშვილების ფოტოებია ძალიან ბევრი, აი ერთი რომელიც აქ არ არის, ბელგიაში არის იმის ფოტოები. ეხლა ეს შევალაგოთ ჩვენ აქ და მე ამოვიღებ ამ მასალებს და ნახოთ რომელი რა. აღარც კი ვიცი სად რა მაქვს. აბა ნახოთ აქ რა ფოტოები გვაქვს ჩვენ. აი ეს мама ჩემია, რომელიც რატომღაც ფერფრის ტყაოსნის იმაში არის, კოსტუმში ეს ბავშვობაში ქუთაისში გადაღე ქუთაისელები ხო ის რა. ესეც мама ჩემი არის. აი ესეც ძალიან სასაცილო ფოტოა, შეხედეთ ეს უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდის არის. ვითომ თვითმფრინავში რო არიან, თავებს ამოყოფდნენ და აი ეს ბაბუა ჩემი და ბებია ჩემი კოკოჩაშვილები. სხვაჭროს ეს მელიტონ ბალანჩივაძე და мама ჩემი. მელიტონი მოგეხსენებათ არის ბალანჩინის და ანდრია ბალანჩივაძის мама. აი ეს კოკოჩაშვილების ის არის. აი ეს мама ჩემი. აი ეს უკვე ჭავჭავაძეები წამოვიდნენ. აი ეს მაგალითად ოჯახია ჭავჭავაძეების. აი ესეც ეს გერბები არის. აი ჭავჭავაძეების გერბი. აი ეს არის ბიძა ჩემი, ვისი სახელით მე დამარქვეს, მერაბი. ბიძა ჩემი ქაქუცას რასთან ერთად გავიდა საქართველოსთან და მე ბელგიაში გარდაიცვალა. უკვე ეს შევარდნელები არიან. ხო გახსოვთ შევარდენის ის იყო ჩვენთან სპორტული ორგანიზაცია და აი მაშინ ეს რა არის. აი ესეც ეს მშვენი ძალიან მიყვარს ეს ფოტო. ეს არის დეიდა და ბიძა ჩემია ეს მერაბი რო ამბობ დადიანების ოჯახთან ერთად კიკეთში არიან თუ არ ვწები თუ კოჯორში აღარ მახსოვს. ნუ აი ესეც აი გიორგი სააკაძის პერიოდი ეს დედა ჩემი და მარიკა ბერძენიშვილი ასეთი მხატვარი იყო. მაშინ ომი იყო, ხალხი არ იყო და ამათ ჩააცვეს მასოვკაში იყვნენ. ხო ხედავთ მეომრების ფორმაში არიან და გარბოდნენ და ომობდნენ. აი ესენი გიორგი შენგელაია, მე ელდარი და გოგი ანდრონიკაშვილი ეს ჩვენ საწავერში ვართ ქონი ერთად ბავშვობაში.
აი ესეც უკვე სკოლას რო ამთავრებდნენ რა 14-15 წლის ალბათ. რა ვიცი, ესეც საინტერესო. ეხლა ერთად ვიპოვე, ხო ხედავ, თორე ეს უგაფანტო არაფერია. ერთი წუთით. აი ეს რა არის, იცით? ეს არის ბაბუა ჩემი. მოიცათ? აი ეს ბაბუა ჩემი არის. დავით ჯორჯაძე და ეს არის მშენებლობა მარჯანიშვილის თეატრის. ბაბუა ჩემი იყო ინჟინერი. მაშინ ილია ჭავჭავაძე ხო ამბობდა ერთი-ორი ინჟინერი რო ყავდეს ჩვენ, კარგად იქნება ჩვენი საქმე. ერთ-ერთი პირველი ინჟინერი იყო საქართველოში. და აი სწორედ მარჯანიშვილის თეატრს მაშინ თუ არ ვწდები სახალხო თეატრი ერქვა თუ რაღაც, აი ესე მაშინ ეს მშენებლობაზე იყო. სხვა ჩვენს ბაბუა ჩემს ასევე წვლილი აქვს დიდი უნივერსიტეტის მშენებლობაში. ჩვენი უნივერსიტეტის. მაშინ ხო ეს შენდებოდა როგორც სათავადაზნაურო გიმნაზია, ხო. და იმის გამო რომ მე მან თავისი ბიბლიოთეკა სწორედ უნივერსიტეტს აჩუქა. ბაბუა ჩემს მისცეს უფლება ჭადარი დაერგა უნივერსიტეტის წინ და ეს ჭადარი დღესაც დგას. და ვიცი, აი კიდე რომელი ის მოგაწოდოთ. აი რა არის ეს რატო ხო ერთად არის ეს მე მგონი აი ეს არის იცით ძველი ფოტო არის. სხვა შორის ეს იყო გამოცემული საფრანგეთში პარიზში როგორც ღია ბარათი. აი წერილებს რო წერდნენ და კავკასიერი ტიპები. ესე ეწერა ბიძა ჩემი, დეიდა ჩემი და დედა ჩემი. ნუ ეს ჩემი მეუღლე არის, ათქრით. ეს ჩემი მეუღლე არის მანანა. ეს ჩემი ერთი შვილი, ეს კიდე მეორე შვილი შვილიშვილებთან ერთად. მე გითხარით რომ მამა ჩემი მახსოვს ბურთს რო თამაშობ. აი ეს ისი ბურთია. ეს იყო იცით აი კამერა იყო ძალიან თხელი და ზემოდან ქონდა ნაჭრის აბალოჩკას რო ვეძახით ჩვენ ბურთისას, ხო? და ის იყო ფერადი, სხვადასხვა ფერების, აი ეს ყველაფერი მახსოვს. და აი მე ესე მახსოვს რომ აქ ვიყავი და მამა ჩემი ბურთს მიგორებდა ფეხით. ესე მახსოვს. აი აქეთ არის ანა ბატონიშვილი, ესე იგი ეს არის ბებია ჩემის დედა, ეს დავით ჭავჭავაძის მეუღლე. ბაგრატიონის ქალი, ესე იგი. ნუ რა ვიცი, აქეთ ჩემი შვილები არიან ეს ორნი, ეს პორტრეტია მათი. ერთი თბილისშია ახლა, მეორე თბილისში არ არის. ერთს ნახავთ აქ. კიდევ რა არის? ნუ რა ვიცი, აქ ბევრი არის საჩუქარი, კარგი სურათი ძალიან, რომელიც მშვენიერმა ქართველმა მხატვრებმა მაჩუქეს. კიდევ ერთი კინოროლი, რომელიც მაყურებელს კარგად ახსოვს, მერაბ კოკოჩაშვილმა გიორგი დანელიას ფილმ არ დაიდარდოში შეასრულა. მის მიერ განსახიერებული, გადამეტებული პატივმოყვარეობით სავსე გმირის შესახებ რეჟისორი დღესაც ბევრ საინტერესო ისტორიას იხსენებს. მანქანა იყო ნუ პირველად რომ დავჯექი და რომ დავიწყე იმის ტარება კინაღამარ გადავაბრუნდით მეც და გია ბადრიძეს. გია ბადრიძე და მე ვართ ორი წყვილი ოფიცრების იქ ხო. იმიტომ რომ მე არ ვიცოდი იმას ამორტიზაცია არ ქონდა და იქ სადაც იღებდნენ იცით სად არის ეს კინოსახლის გვერდზეა იქ პატარა ესეთი აი ქვაფენილიანი ქუჩა არის ისეთი რიყის ქვებით მოკისრული ქუჩა არის და რო წამოვედი და გიამ რო თქვა რომ აი ესეთ სიჩქარისმა წამოხვიდე ოპერატორთან ერთად შესანიშნავი ოპერატორი იყო იქ იუსოვი ვადიმ იუსოვი ერთ-ერთი საუკეთესო აი მაგალითად ანდრეი რუბლოვი მისი გადაღებული არის ტარკოვსკისთან ერთად ხო აი ვადიმმა რო თქვა რომ დავაიწი ვოტაგოვერთ აი ეს ამ სისწრაფით წამოვედი ის და ნუ აი რო დაისვა ამ ახტუნაობა ამ მანქანამ ვიფიქრებს ვიღუპებით ახლა მაგრამ ნუ გადავრჩით ისე რომ ეს აი ესეთი მანქანა იყო მე შევეჩვიე ნელ-ნელა Бенджамин! Я привез к тебе пальных офицеров! К вашим услугам, господа. Господин Глонтьев? Ага. Милостивый государь, я узнал из достоверных источников, что вы собираетесь жениться на дочери врача Цинцадзе. Категорически запрещаю вам это. Ясно? Что?
ხო ტრიუკებს აკეთებენ არა და სპეციალურად ჩამოხავთ ტრიუკაჩები არა და გია მითხრა რომ მეორე სართულიდან უნდა გადაგაგდოთო შენო და როგორ გირჩევნიაო ვინმე სხვა გადავაგდოთო თუ მე ვთხარი რა მაჩვენე ჯერ რა არის როგორ არის და მითხრეს რომ ესე ბუბა რო გადაგაგდებ შენ უნდა მიეხმარო ცოტა რომ გადავარდეო კი ბატონო მაგას გავაკეთებ მე ვთხარი მაგრამ შემდეგო როგორც გინდაო აი ხო ხედაო დაჭიმული არისო ხალი ჩაეჭირათ 4 ჯანიანი ის იყო 4 თუ მეტი არ ვიცი აი ესე ეჭირა და აი ხალიჩაზე უნდა დაგორდეო რა მოდი ვცადოთ მე ვთხარი რა ვიცი რა გამო მეორე სართულია სიმონეთში ეცით როგორ ძალიან მაღალი არ არის აი ესეთ სიმაღლეზე არის ხო ესე ყველაფერი მაგრამ დავარდე კისრით ეს არ ვარგა ხო და ესე იგი და ვცადეთ გადმომაგდეს და გადავგორდი ამაზე მე დავდეგი ფეხზე ყველაფერი გავაკეთე როგორც საჭირო აუტაში დაუკრეს ყოჩახ და ხო იციო ყოველ დუბშიო შენ გერგებაო 600 მანეთიო ესეთი ის იყო ნუ ჯგუფმა გაიხარა იმიტომ რომ მე ვთხარი რომ კაი ბატონო მომეცით და რაც იქნება წავიდეთ და მე ერთად დავждეთ და ვიქეიფოთ ქუთაისში ჩავიდეთ მთელი ჯგუფი დგას გარშემო და მაგდებენ აქედან და მთელი ჯგუფი თვის 1 2 ნუ 6 ჯერ გადამაგდეს იქიდან კახარეულები წავედით ყველანი ქუთაისში და ნუ კარგად ვიქეიფეთ და მეორე დღეს ვეკითხები რომ ეყო ფული თქო იმიტომ რომ მთელი ჯგუფია მაინც 20-30 კაცი არის ეყო კი არაო ის ფული დარჩაო დირექტორმა წაიღო ყველაფერი იმიტომ რომ მუსიკოსებმა გადაიხადეს ფული ქუთაისში რომ ნახეს ეს ხალხი გიადანელია მთელი ეს შესანიშნავი ხალხი მსახიობი სერგო ზაქარისი მუსიკოსებმა თქვეს რომ თქვენ ჩვენი სტუმრები ხართ თუ არავით არის ისე რომ ჩემი ეს ტრიუკავოი ესე გაკრა Бьюсь об заклад. Что эти вот цветочки с могилы бывшего вашего больного, господин Гланти? Гланти. ეხლა აღარ მახსოვს იცით ეს არა ეს გლონჭი შმონჭი რაღაცებს ვეუბნები ეხლა აღარ მახსოვს რამდენი ხა 40 წელი გავიდა კაცო 40 კი არა 40 გავიდა კი 69 წელი იყო თუ 70 36 წელი გავიდა წარმოგიდგენია О, какой очаровательный платочек. Я уверен, что эти вот кружева господин Гланти срезал с панталончиков своей очаровательной сестры. Ну, Алекс. Да, с панталончиков своей очаровательной сестры. Простите. В чем дело? Пардон? Прошу. В чем дело? Пардон. В чем дело? Пардон. В чем дело? Я вам пришлю своих секундантов, милостивый государь. К вашим услугам. Испачкался. кружева с панталончиков ваши сестры არა ხო სისტრი მართალია კი ესე იყო რაშია საქმე იცით ეხლა შეიძლება მე შევსდე იმიტომ რუსულად მე არ ვახმოვანებდი იქ გიას აი გია ხო იცით როგორი რეჟისორია ყველაფერი ზუსტად აკეთებს მან იმაზე მოიყვანა ბოხმიანი კაცი რომ უფრო აი მნიშვნელობა შეძენოდა ვითომ და იმას ეხლა გიამ ხო რა ამიხსნა მითხრა რომ აი არაფერი არ გინდაო რა უბრალოდ აი ყველაფერი ისე გააკეთე რომ აი იმისგან აი ისეთი ღირსეული ხარო სკდები ამ ღირსებისგანო ამიტომ იყო რომ ესეთი შემიკერეს ჩოხარო ესე და ესე ვიყავი რა სულ და ეს გამოვიდა ყველაფერი რა აი ეს არის რა ეს ზუსტად როცა ხედავს ადამიანი იცით ესეთი ის არის ზუსტად აი მაგალითად ელდარ შენგელაია იყო ხო შესანიშნავი სახე არის პიპინიასი ხო ის ხო ორი ადამიანის შექმნილი სახე არის ერთი არის ჩხაიძე ვასილ ჩხაიძე და მეორეა ეროსი მანჯგალაძე ვინც ის გაახმოვანა ისე რამაც აი ესეთი სახე შექმნა ისე რომ ეს აი ნიჭიერი ადამიანია რა კინოში და ყველგან აი ყველაფერს მოიფიქრებს ხოლმე ისე რომ გამოვიდეს ის რაც მას ჭირდება საბოლოო ჯამში და მშვენივრად Кто ты? Поручик Эшхрели, к вашим услугам, сударь. Поручик
Еще бутылку. А почему ты мне не кланяешься, поручик? Вы хам, милостивый государь. К барьеру! Прошу стреляться. Здесь, сейчас. დღეს უკვე მის შესახებ საუბრობენ. მსახიობები, რომლებთანაც უმუშავია, ამბობენ, რომ მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო მოვლენა იყო. ბატონ მერაბთან არის ჩემთვის იდეალური ფორმა რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობის. როცა შენ კი არ გიყენებენ როგორც მარიონეტს და გეუბნებიან, რომ ეხლა აი აქ შეხვალ, რატო შევალ? არა, შენი საქმეა, შენ შედი და გამოდი. ეხლა იქით გაიხედე, ეხლა აქ დადექი, ეხლა აქ დაჯექი. ეს არ აქვს ბატონ მერაბს. ბატონი მერაბი გიხდი შენ თანამოაზრეთ. ესეთი ადამიანია, რომ სულ უბრალოდ გვერდზე ყოფნა, აი არსებობაც კი ამდიდრებს ყველას. რთული არანაირად არ არის, იმიტომ რომ ბატონ მერაბი არის ძალიან არაჩვეულებრივად დელიკატური და არაჩვეულებრივად გრძნობიარე რეჟისორია, რომელიც აი მსახიობის შიგნითა სულის მოძრაობებს ძალიან ფრთხილად და მართავს ძალიან ფრთხილად, ისე რომ არანაირ დაზაბულობას არ გრძნობ. ბოლომდე ჩამოყარო? ბოლომდე. ბატონი მერაბი გარდა თავისი კინორეჟისორობის გარდა, ის არაჩვეულებრივი კინორეჟისორი, ის ძალიან დიდი პიროვნებაა და აი ჩემთვის ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, მასთან შეხება, ჩვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება. მე ძალიან მიყვარს ბატონი მერაბი, ჩემთვის ის აი რაღაცა ნათელი ადამიანია და რაღაცა ძალიან ღირსეული, თავის გვარიშვილობით, თავის შთამომავლობით, თავისი რა ვიცი, განათლებით, ყველაფრით, აი სამაგალითო ადამიანია და ჩვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება. მე ყოველთვის ჩემ თეატრალურ ნამუშევრებს აუცილებლად პრემიერაზე ის ყოველთვის, ну, ბუნებრივია თუ რაღაცა ესეთი კატასტროფული გადაუდებელი საქმე არ აქვს, მაგრამ აუცილებლად ყველა ჩემი ნამუშევარი მის თვალწინ გადის და ვღებულობ მისგან შენიშვნასაც, ნებისმიერ მოსაზრებასაც და ძალიან უფრთხილდები ბატონ მერაბთან ურთიერთობას. მან იცის რაღაცა მნიშვნელოვანი, რომელიც არ იცის არავინ. ესეთ შეგრძნება და მას მიყავს ეს გემი, რომელსაც ქვია ეს ჯგუფი. მას ეს კაპიტანი მიყავს წყნარად და იცის საით მიყავს და ყველა მატროსი არის წყნარად და შვიდად, იმიტომ რომ კაპიტანს ენდობა. იმიტომ რომ გამოცდილია ძალიან. ჯერ კიდევ სტუდენტობისას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის, ანუ ვგიკის ტრადიციის თანახმად, სტუდენტური ფილმის თემის შერჩევაში არავინ ერეოდა. მერაბ კოკოჩაშვილმა მაშინ საკურსო ნამუშევრისთვის თემად ვაჟა-ფშაველას ხმელი წიფელი აირჩია. მოგვიანებით ფილმმა ვენაში სტუდენტური ნამუშევრების საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ხმელწიფელს მიხა მოჰყვა. იცი შენგან რა უნდა? რა უნდა და ჩემი თავი უნდა. ამათ ხვა სიგო მდიდარიაო. ის არის შენი ტოლიო და თანხმობა მის. შენ რა გაუთხარი? ორი უთხარი არა? შერადა. შენი კი. გამიშკაცო. თავინახონ რა. შენი. მიხა უნდა ყოფილიყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი. და სამწუხაროდ უბრალოდ უკვე დაწყებული მქონდა მუშაობა, გააჩერეს და თქვენს რომ ეს არ არისო ეროვნული ნაწარმოებიო, ქართველები ესე არ იქცევიანო და ამიტომ გააჩერეს. მიხა შევძელი მხოლოდ 6 წლის შემდეგ გადავიღე, აი იმის შემდეგ რაც გააჩერეს. გაიმარჯვა! სიგო, ერთიში. დაიჭებიო.
სიკო ინანე ბიჭო იცოდებ საკარგა მე უფრო ჭკვიანი მეგონე ია პეტრე როცა მიხას ვიღებდი, მაშინ მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცნაირად მირის. ბაჭოს მე ტარკოვსკიმ დაწერა იცით თავის რეცენზიაში, რომ გუდიაშვილის ნახატებიდან გადმოსული მეჩვენება გმირიოდა. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა წაიკითხოთ, მოთხრობასაც მიხა არ ქვია, მუსუსი ქვია. იქ არის იმ თვისების მატარებელი ადამიანი, რომელიც აი მუსუსივით რომ მოგეკვრება და ვეღარ მოიცილებდა. მე მჭირდებოდა სხვა, ვინც თავს გაწირავდა სიყვარულისთვის და აქედან გამომდინარე ისეთი იქნებოდა, რომ მარტო ტკიპა კი არა, რომ შეგიყვარდებოდა როგორც რაღაც ეროვნული თვისებების მატარებელი და აი აქედან გამომდინარე ზურა ქაფიანიძე თავისი სიდიდით, სიძლიერით, პირდაპირობით, ძალით, ყველაფრით. აი ამიტომ ავიყვანე ასეთი გმირი ფილმში. მისი ფილმებიდან ყველაზე მეტი ხმაური დიდ მწვანეველს მოჰყვა. თბილისის ეკრანებზე ფილმის გამოსვლის მესამე დღეს გაზეთ კომუნისტში დაკვეთილი რეცენზიაც კი დაიბეჭდა, სათაურით როცა მაყურებელი ტოვებს დარბაზს. რეცენზია დიდ მწვანეველთან ერთად თენგიზ აბულაძის ვედრებასაც ეხებოდა. დოდო აბაშიძე იყო ყველასთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნება. მამაცი, ძლიერი, ფიზიკურადაც ყველანაირად. ნაკითხი სხვათა შორის ძალიან შესანიშნავი თამადობა რა არის? თამადობა არის გამომწყვეტელი სცენაზე ყოფნა. იმიტომ რომ როცა შენ თამადა ხარ 3-4 საათის განმავლობაში სულ უნდა აკეთო რაღაცა, რაც მშვენიერი იქნება და რასაც ადამიანი მოусმენს. არა მარტო მშვენიერი და სასაცილო, რაც ღრმა იქნება, არა? ასე არ არის? აი დოდო ასეთი კაცი იყო და აქედან გამომდინარე მე მინდოდა ესეთი ყოფილიყო ის გმირი. და ამიტომ იყო რომ დოდო ავიყვანე და არა სხვა. ყველაფერი ერთად ქმნიდა იმ უნდა შეექმნა ისეთი სახე, რომელიც ჩემთვის იქნებოდა როგორ გითხრათ, აი ეროვნული სახე რა. შეიძლება ზოგადად და ისეთ სიტყვებს ლაპარაკობ, მაგრამ ეს იყო ყოველთვის პრინციპი, რაც მე მინდოდა გამეკეთებია. აბა ერთი თქვი, შაბათს აი გასულ. დიდმა მწვანეველმა აღიარება მხოლოდ მოგვიანებით მოიპოვა, ისიც უცხოეთში. დიდი ხნის შემდეგ კი 1994 წელს პეზაროს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში, რომელიც კინოს საუკუნოვან იუბილეს ეძღვნებოდა, დიდი მწვანეველი ყველა დროისა და ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის აჩვენეს. ეს როდესაც მოხდა, დიდი მწვანეველი უკვე დაახლოებით 25 წლის წინ იყო გადაღებული, 30 წლის წინ. მანამდე. ისე რომ ეს კიდე მეორე, იცი, ჩემი პრინციპი არის, ყოველთვის ასე ვფიქრობდი, ეხლაც ასე ვფიქრობ, რომ დრო არის ყველაფრის შემფასებელი. თუ ფილმი ან სულ ერთია ხელოვნების ნაწარმოები, მნიშვნელობა არ აქვს იმას რა არის ეს, უძლებს დროს და მაყურებელს, მსმენელს ამ კითხვას უნდა ნახოს ის და განიცდის დიდ დროის შემდეგ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
ისე რომ ნუ არაფერი არ არის გამორიცხული, შესაძლებელია არ ყოფილიყო ის ასე ვთქვათ დიდი მწვანებელი კინოსახსიცლის თავზე ნაჩვენები ასეთ ფილმებს შორის. შეიძლებოდა, რა ვიცი. თავარი არის ოდესმე ის საჭირო გამხდარიყო საზოგადოებისთვის. პრობლემები მხოლოდ დიდ მწვანებელს არ შექმნია. ასევე მოხდა ფილმ ცხელი ზაფხულის 3 დღის შემთხვევაშიც. ამავე ფილმში მთავარ როლებს კახი კავსაძე და ნინელი ჭანკვეტაძე ასრულებდნენ. მათი ამ ფილმში მოხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა. ნუ კახი კავსაძე ყოველთვის მიყვარდა როგორც მსახიობი, მაგრამ რამ მომცა ბიძგი საბოლოო ჯამში. ეს იყო მივდიოდი პლეხანოვის პროსპექტი ერქვა მაშინ იმ ქუჩას და დავინახე როგორ გადმოვიდა კახი მისი მეუღლე ბელა მირიანაშვილი შესანიშნავი მსახიობი მაშინ ავად იყო და გადმოიყვანა ხელით და შევიდა ესე ხელში აყვანილი შევიდა სადარბაზოში და სახლში აიყვანა და მე მივხვდი რომ ეს კაცი უნდა გადამეღო მაშინ ისეთი დამოკიდებულება ვიგრძენი და გარდა ამისა იცით რა არის კახი კავსაძე არის არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი, კოლორიტული ადამიანი, ძალიან ეროვნული თვისებების მატარებელი ჩემთვის. უზარმაზარი იუმორის პატრონი და ასე შემდეგ და მე სწორედ მინდოდა აი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველა ეს თვისება ჰქონდა და გარდა ამისა ღრმა მეცნიერი უნდა ყოფილიყო. აი ყველაფერი ერთად მე ვფიქრობ, რომ იძლევა იმას, იმ მრავალფეროვანებას, რაც მე მიყვარს კინოში. არ იგოთ ვეღარ შევახტიამ შენობაში 2 დღეა. დიახ. ასე გამდეც. ისთან შენთან. ჩემთან? ო შენთან. მე ვერ დამირეკე. ვერ მოვისაძრე. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი შემოთავაზება იყო. მე მაშინ ახალი მოსული ვიყავი თეატრში. და ბატონი მიშა ძალიან ეჭვიანობდა ჩვენს კინოგადაღებებზე, მიუხედავად რომ ჩვენი თეატრი კინომსახიობთა თეატრი იყო, ასე ერქვა, ფორმალურად მაინც, თუ არა ფორმალურად და ჩვენ ვალდებული ვიყავით კიდეც, რომ კინოში გადაგვეღო. მაგრამ ყველა ბუნებრივია ბატონ მიშას დიდ ანგარიშს უწევდით, განსაკუთრებით მე სულ არ მინდოდა რომ ის რაღაცან განაწყენებული ყოფილიყო, ან ეჭვიანა, ანუ თუნდაც ისე რაღაცაზე და მე თვითონ ყოველთვის ჩემი პოზიცია ასე იყო, რომ თუ ბატონ მიშას არ უნდა და მე არც გადაღებაზე და ძალიან ბევრ რამეზე სხვათაშორის უარს ვამბობდი. მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა თვითონ ბატონმა მიშამ, როცა მე სინჯებზე დამიძახეს და ერთ-ორ სინჯზე ვერ მოხვდი რეპეტიციის გამო, ვერ მოვახერხე მისვლა. თვითონ ბატონმა მიშამ მითხრა რაღაცაზე, რომ როგორ ბატონ მერაბ კოკოჩაშვილი იღებს ფილმს შენ გეძახის და შენ ვერ მიდიხარო, რაზეა ლაპარაკი, აუცილებლად უნდა წახვიდე და აუცილებლად გადაიყო. საეკლესიო არქივები არ დამიტოვები არც ჩვენთან, არც ევროპაში და არც აზიაში. ჯერეს მოწერა მე წიგნების ქექვა. აი სწორედ აქ წავაწყდეთ ცნობას იმ ძველი ხელნაწერის შესახებ. აი ამ წიგნში. ეს მონასტრების მხარეა, კაპადოკიაში. ჩემი გულის პატრონისათვის როგორი აღძრომი არის, ნო? აი ამ შენობაში მივაკვლიეთ ხელნაწერს. აი ეს არის ის ძველი ქართული ხელნაწერი. როგორ აღმოჩნდი მუხლებზე აღარ მახსოვს. მთელი ღამის განმავლობაში ფურცელ ვიღებდით. ედაგვიდი? ნახე რა არის. დილის 4 საათზე კი ბერები ცალ-ცალად გვეძახდნენ.
ეს იქ დიდ პატივად ითვლება. ეს ფილმი მაინც და მაინც არ უჩვენებია. ის კი არა, მე მახსოვს რომ გადაიღეს ფილმი, რომელიც ამას დაუპირისპირდებოდა, დოკუმენტური ფილმი. და როდესაც ეს ყველაფერი კინოთეატრში გაუშვეს, ზაფხულში გაუშვეს, სხვა ჩვენს ცხელი ზაფხულის 3 დღე მიდიოდა ფილმი კინოთეატრებში, მხოლოდ 3 დღე. ხალხი გასულია, მაშინ შესაძლებლობა იყო წასულიყავი კურორტებზე და ასე შემდეგ. ეს ხო 91 წელი არის, 91 თუ 82 წლის დასაწყისი არის. და აი ამ პერიოდში გაუშვეს და როცა კინოთეატრში მივედი, მომყიდეს 2 სეანსის ბილეთი. მე ძალიან გამიგრდა, მე და ჩემი ცოლი ვიყავით. ვიყიდე ბილეთი რა მექნა, შევედი და მანამდე მიდიოდა 50 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ერქვა არქეოლოგია, ქართული არქეოლოგია გუშინ დღეს ხვალ და აი ამის შემდეგ იწყებოდა უკვე ცხელი ზაფხულის 3 დღე. ეს ფილმი დღემდე ჩემთვის რჩება იდეალური გადაღება, იდეალური მუშაობის პროცესი, იდეალური ჯგუფი და იდეალური შედეგი, როცა აი ეს ყველაფერი მე აისახება ხოლმე შედეგზე. აი დღემდე ეს ფილმი არის ალბათ შემიძლია ვთქვა ერთადერთი ფილმი, რომელიც მე არ მწვენია რომ სხვისი თანდასწრებით ვნახო. კონდა ახლა ეს არ არის რიგითი კაცის სამარხი არა, ეს გრანდიოზული შენობა, გრანდიოზული ნაგებობა, ახლა თავისთავად ეს ყურღანი, ეგრეთ წოდებული ბრტყელი ცული. მერაბ კოკოჩაშვილის ანგარიშზე მხატვრულის გარდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც ირიცხება. მათ შორის ისტორიულ თემაზე გადაღებული გზა, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება. მასვე ეკუთვნის დოკუმენტური ფილმები მწვერვალი, ფენომენი და დაგვიანებული კადიში. აი ასე აფასებს ვახუშტი ბაგრატიონი ქართველებს. მაგრამ ეს თვისებები ხო უცებ სწრაფად და თავისთავად არ ყალიბდება ხოლმე ხალხში, ეროვნული თვისებები. ეს არის ყოველთვის გრძელი პროცესის შედეგი. ურთიერთობისა მტერთან, მოყვარესთან, მეზობელთან. ბოლო 3 ფილმი მერაბ კოკოჩაშვილმა 2000 წლის შემდეგ გადაიღო. პირველი იყო ნუცა სკოლა, რომელიც კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს. რომანტიკული რეალიზმის პრინციპებზე აგებული ფილმი რეჟისორმა გონება შეზღუდული ბავშვებისა და მათი ცხოვრების შესახებ შექმნა. აკა ყოფილა, აკა! ვიწყებთ მუსიკა. სამკალი და ნამგალი და კალო. გოგო ერთი გამამხედებ, მინდა გავიხარო. კიკი, არა, ხო, აი ესე ჭოლას იმას. 4 წლის შემდეგ ნუცა სკოლას ვარიაციები ოტელოს თემაზე მოჰყვა, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა აკა მორჩილაძის მოთხრობის ტოტო მუკამბას ბიჭების მიხედვით გადაიღო. 1 წლის შემდეგ 2005 წელს ეკრანებზე კიდევ ერთი ფილმი უსუი გამოვიდა. ორივე ფილმში მერაბ კოკოჩაშვილს მსახიობების გარდა რეჟისორთანაც კი მოუწია მუშაობა. თეატრალური სარდაფის რეჟისორი და ახლა უკვე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე გადაღებებზე მან საკმაოდ ადვილად დაითანხმა. უსუი რა არის შედა? უსუში ოდნავ უფრო თამამად ვიყავი. უსუი? მაგრამ სუპერსენსი კაცი. უსუი არ უნდა ითქვას. მაინც იყო რაღაც მომენტები, რომ როდესაც ნერვიულობდი, განსაკუთრებით ემოციური ადგილებში. საკე 2 ნუ მივედი ბატონერებთან იმაზეც სხვათა შორის პირველ ფილმზე ეხლა მე ვთხარ მე მსახიობი არა ვარ ნერვიულობ უნდა დავლიოთ რა უნდა და არაკი თქო დავლიოთ ცოტა რომ ცოტა თავმათი ეს გამიკეთა თვალებით
რომ მიდიო და მოვიპოვე უფლება და დავლე ცოტა და ესე ცოტა გამეადვილდა. ანუ კონტროლი მომეხსნა ცოტათი. მამი მოწაშულო ნუმიშლი მოტკულა რა შენა შეგვიძლიანი შეგვიძლია ყველაფერი შეგვიძლია მე მეჩვენება რომ ეს არის ძალიან თანამედროვე ადამიანი იმ კულტურის რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის იმ კულტურის მატარებელი და ისეთი გამარჯობათ ისეთი პიროვნება რომელიც ჩემთვის განასახიერებს თანამედროვე განათლებულ კულტურულ წესიერ და ისეთი ადამიანი რომელიც მე მიყვარს დღეს რომ ნახო საზოგადოებაში მე კიდე ერთი სცენარი მაქვს სადაც ასევე მინდა რომ ლევანი იყოს იქ კიდე და მაშინ აი ესეთი ტრილოგია შეიქმნება ჩემი აზრით რომელმაც შეიძლება ჩვენი უკანასკნელი 10 წლის აი ხანის ადამიანებიან პორტრეტი შექმნას.